ხო და რეკლამაზე ისე გავედით რომ ერთი ბიჭი სტუმარი გვეყოლება მეთქიდან მე მირჩევნია ხო და მე კიდე გამახსენე არიკებზე რომ საუბრობთ პირველ ნაწილში არიკების გამოწერაც შესაძლებელია და სხვათა შორის რაღაც ესეთ სადღესასწაულო შემთხვევებში რაღაცა მინდა გავხსენე ხო რა ხდება ჩვენს საგრიმეროში და კულისებში ესე ვთქვათ სრულიად რუსთავის გოგონები მოიკრიბნენ და იზომავენ სხვადასხვა ვარცხნილობებს, იმიტომ რომ ზოგს შეჭრა ქონია დაგეგმილი რაღაცნაირად, სულაც ორქმერის შეცვლა და ყველა იზომებს რომ ნახოს უხდება თუ არ უხდება. აცებს ერიდება და მეორე მოდი თქვენ ჩაიზომეთ არ შეგიძლიათ. ცოცხალი თავით არ ვიხსნი თავიდან, იმიტომ რომ ესე მაინც იმით შეცვლილი. ხო, არა, კი არის მაგრამ ჩამაგრებული, მაგრამ არა. ხო, ჩვენ სტუმარს არ ჭირდება პარიკი, ისეთი არც იმიჯის შეცვლა ჭირდება. არა. იპოვა თავისი თავი ჩვენ სტუმარმა. ჭირდება კარგი ტანსაცმელი. ამიტომაც არის ძალიან წარმატებული თავის საქმეში, ძალიან კარგი მეგობარიც არის და სულაც არ ჭირდება იმიჯის შეცვლა. და პროფესიონალია ამ საკითხში, რომელზეც საუბრობ. თავის ფორმის გამო იკავებს თავს მე თუ. ვაიმე, ას გიზავთ არ იცით რა. არანაირად. ვანო ჯავახიშვილი, შემოდი ვანო. ანა მოდი. ბევრს აპარატო გესმი? კი, რაღაცები გავიგონე, მაგრამ ძალიან არის. რაც გინდა ის გაიგონე, რაც გინდა არ გაიგონე. კარგი რაც იყო ყველაფერი გავიგონე. ხო, გაიგონე, ჩემი კარგეთი ვარ, დაჯექით რო როგორ ახალ ხალბატონი. რას ელოდები ეხა რა გამოწერილი? არა, ეს რაღაც მაინტერესებს. რაც გაცვია ყველაფერი გამოწერილი, გააკეთე. კი, ყველაფერი. ფეხსაცმელიც, ჯინსიც და ხო, ფეხსაცმელი ჯინსიც და საერთოდ ახლა ეს ფეხსაცმელი ცისფერი გამოვიწერე, მაგრამ აი ამ ფერი გაჩამოვიდა. ეს ფერი არა, და მუქი. არა, ეს გზაში შეიცვალეთ ყოფილი, თორე არ შეეშლებოდა. ზედამ ზემდაკრა. აი, ცისფერი თუ ლურჯი? ლურჯი იყო რა. ვანო, აი, ამაზე მუქი ლურჯი. გიცნობ, იმდენი წელია, რომ არც ვერც ვიხსენებ რამდენია ეს ბევრი წელი. და მეგონა რომ ბევრი რამ ვიცი შენზე, მაგრამ აი სრულიად გაოგნებული ვიყავი, რომ გავიგე რომ ყოფილხარ გადარეული ონლაინ მყიდველი. იცით რა? როდის დაგეწყოს? როდის დაავადეთ? ეს მართლა დაავადება. მეუღლემ დაგვაავადა. ხო, არის. ნუ ვისწავლეთ ერთი სიტყვით. ხო, ნუ თავიდან არის სწავლა, ხო, უნდა ისწავლო როგორ და რანაირად და ზომა რა არის და ასე შემდეგ. თუ ისწავლე დაუბრუნე ეს და გამოაგზავნე ის ფერი. ხო და ეს პროცესი სწავლის დროს იყო ეს შეცვლა. გაუშვით, ეს მე ელოდე, ის როდის ჩამოვა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ლოდინიც და ეს მე მიღებაც და ეს პროცედურაც ხო რაღაცა ის არის. ამბავი მაინტერესებს ძალიან ეს შეცდომები. შეცდომები იყო მაგალითად ბოლოს საერთოდ გადაცემის ფორმას ხუთაც ესე ვიწერ და გამოვიწერ და მაცვია მე შემდეგ. და ბოლოს იყო რომ აი წუთი-წუთზე ველოდები შარვალი უნდა ჩამოვიდეს, რომ აი გადაცემას. არა, მითხარი რა არის? თავი ორი ხო და შარვალს ველოდები ხო და ველოდები აი წუთი-წუთზე რომ აი არასკევს ეთერი მაქვს და 5 დღე თენდება რა და ჩამოვიდა როგორც იქნება ჩამომისრო და არა რა შეგზავნა მოვიტანე საღამოს სახში და ჩავიცვი და ესე არ ესე არ მიდის ხო აი არ მიდის რა რაღაცა თუ შევიკრა რა უნდა გადაგეწია უკვე მას უკვე კარგად აღარაა ხო და ნუ არ ჯერჯერ შევინახე ჯერ ექსპლისად თუ რა უნდა მექნა გავდექი და ვიზულებულ გავხდი მე წავედი რაღაც მაღაზიაში დილით გავარდი რაღაცა უცბად ხო აქ ხო და რა აი რა როგორ მაგიტო არ ვიწერ არა აი მაგას მაგის თამინდოდა არჩევანი არის დიდი უბრალოდ ფულად მოლოდინი ნერვები უფრო დიდია ხო ელოდებითან რაღაცაზე გათვლილი გაქვს ამ შემთხვევაში გადაცემა ზოგჯერ წვეულებისთვის და აი ამ ხელა ეს ჩვენთან ვანოა ჯავახიშვილის სტუმრად და ყვება თავის წარმატებებს და წარუმატებლობებს ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით. ხო, სანამ ეს რაღაც მე და თიკა ვლაპარაკობთ რა, ნუ წარმოიშვი ერთი პრობლემა, რომელიც ორივეს გვაწუხებს. ეს არის წონის პრობლემა, რომელიც კატასტროფა ჩვენთვის მაგალითად ძალიან ამანათვის არა ჩვენი ფიზიკური. ზოგადად ნივთასაც იწერს ძალიან ძვირია, რომ აი წონაში იხდი უფრო მეტ ფულს შეიძლება. ხო, შეიძლება. ხო, ერთი მინუსი ესაა აქ რა. მიზეზი რა არის ალბათ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ჩვენ ხ გამოცდილებული. ზოგჯერ თუ
თუ მოცულობა უფრო დიდია ვიდრე წონა ითვლენ მოცულობას და თუ დიდია ტანად რაღაცა ნივთი შესაბამისად რაც უნდა სუბუქი იყოს ხო აი რაღაცა მოყევი შენი გაწირება კარგი მეყვები პირველი გამოწერა იყო ჩემი ვარფეხმზიმეთ რომელი ბავშვი არ ვკითხოთ მოდი იყოს პირველი და გამოვიწერე იმიტომ რომ აქ ეს დასაბანი აბაზანები პლასმასის რაღაც 150 ლარი 100 რაღაცა ლარი და ვიფიქრე რომ შევედით და დავსერჩი ასე თქვა $36 შვენიერით რაღაც ჩასაწვენით რაღაც მაიმე მეთქი რა კარგია აგერ იაფად ავშენდი ეთყობა დოლარის კურსის დაბალი იყო მაშინ ძალიან ნინო და კარგი დრო იყო არა ეგეც მეორე ტკივილი ხო და მივედი უკვე ამ გოგონასთან მივედი გოგონასთან ეს გამოვნება თქვენო ტრანსპორტირების თანხა გადაიხადეთო ჯერო და აი მე გაგატანთო და უნდა გადაიხადოთ 210 ლარი მეუბნება ეს კაბა გავშრი რათში უნდა გადავიხადო მეთქი ხო უმსუბუქესია პლასტიკისა ხო საბაზანო ბავშვის და რა ვქოთ აი მოცულობი დავითვალეთო იმიტომ რომ ნუ ტანა დიდია შესაბამისად და იყო უმსუბუქეს ესე გავაფრიალე და ნუ ესეთი უზარმაზარი შეცდომა დაემართა ძუნწი იხდის ორჯერ თუ როგორ არის ნათქვამი აი ეს დამემართა ზუსტად ეხა რაღაცა და თან ფინალი აქ ამას კიდევ უფრო ტრაგიკული ვერ გამოიყენათ იქ ამ საბაზანო იმიტომ რომ რაღაცა ის წანაზარდი ქონდა შიგნით მე კიდე რა მინდა ვთქვა რომ პარფიუმერიიდან დაწყებული აი თეატრშიც როგორც ახლა აქ საუბრობთ თეატრში სპექტაკლის წინ ასე გაშლიან გოგოები იქიდან გამოვწერე აქედან გამოვწერე ეს გამოვიწერე ის გამოვიწერე და ვზივარ ასე თეთრი ყვავივით თუ შავი ყვავივით ამჯერად ასე ვზივარ და სულ მინდა რომ დავიწყო რომ ესეც რაღაცნაირი ის არის ხო იცი სახში რომ მიხვალ განეწყობი შეხვალ რაღაცა შენთვის რაღაცა მიკრო მაკრო სამყარო გაქვს რაღაც მინდა ეს განვიცადო, მაგრამ ამას ძალიან ბევრი რაღაცა გათვალისწინება უნდა. მით უმეტეს ახლა დოლარზე ლაპარაკობდით, გუშინ წინ დოლარი მშვენიერი ჩემენი მეგობარი იყო და ახლა ისე ავარდა, რომ მე ლატარეას თუ ვითამაშებ, რომლის აქამდე არ მჯეროდა, მაგრამ ეს გადამრჩა იქნებდა მოვიგო, ხდება ესეც სასწაულები, უნდა ვითამაშო ლატარეა, მოვიგო ფული. ვერც მოიგებ. ხო, უნდა ითამაშო, რა თქმა უნდა, ანეკდოტიც არის, არ მოყვები ყველა მის. უნდა ითამაშო, რომ მოიგო. რა თქმა უნდა და აუცილებლად უნდა დავიწყო გამოწერებზე თან ადვილია ეგეც ლატარია სხვათა შორის ერთგვარი ბაიკობთ რომ ან გაიმარჯვებ და ან არა ხო ეს ჩემი დაბადება მთავარი ის არის რომ რამდენჯერაც სადა შევედი დავჯექი აი ეს მე ის ველები რო გამოდის რომელიც მე შეავსო ველები შესავსები მე რაღაც რო უნდა შეიყვანო იმის ნომერი ამის ნომერი ზოგში სხვა იმებში საზომებში ზოგ საიტზე სხვა საზომებში აი ეგრევე ხურავ და გამოვიდა ერთი დღე უბრალოდ უნდა დაუთო მაგას ნუ გადადო ერთი კონსულტანტი აიყვანო რომელსაც კარგად მოусმენ რასაც გეუბნება ჩვენ ესე გავაკეთეთ ჩემი მეგობარი რავალტანჯული ეს ბოლო მივიდა იქამდე ჩვენ რეჟისორი არის გამოწერების სტუდიოს და მე დავჯექით მე და მეუღლე კარგად მოусმინეთ და ნუ იმის მერე შეცდომები არ მოგვსმენ ნუ რაღაცები იყო იქ წვრილი აი რაღაცა ვერ გავიგეთ იქ უნდა გადაურეკო ისე უთხრა და მე როგორც კი ამას კარგად შეისწავლი. შეცდომა არ ქონია, იმიტომ მე თვითონ მივსწავლე. არა, როგორც ეგეთი ნივთებს არასოდეს არ გამოგვიწერია, ხო. ტანსაცმელზე ხარ ორ. ტანსაცმელი. რა მაინტერესებს, შენი მიზანი რეალურად არის, რომ დიდი არჩევანია, თუ დაძვრებ ისეთ საიტებს, რაც დასეილებული, ანუ ფასდაკლებული. იცით რა არის, აი მაგალითად როგორ თან ეს ცოტა მახეც არის რა, პატარა, იმიტომ რომ მაგალითად რომ რაღაცა კონკრეტული ნივთი მინდა, რა თქმა უნდა, დავძრები რამდენიმე საიტზე დავძრები და აღმოჩნდება ხოლმე რომ აი სადღაც ერთ საიტზე ეს ფასი ღირს, მეორე საიტზე ეს ფასი ღირს და ნუ აქედან რაღაცა ხო. იყო შემთხვევები მაგალითად $999-დან $110-ზე ტყავის კურტკა ჩაულებრივ. უი, სხვადასხვა საიტები. ეგ არის როგორ იცი, ეგ მახეა რა, უყურებ ნუ თან მოგწოს და აფხელა სეილშია და როგორ არ ვიყიდო და კაი ხვალ არ შევჭამ არაფერს და ამას ვიყიდი და არის ყველაზე წარმატებული შენი აი საამაყო შენაძენი ასეთი ონლაინ შოპინგით გაქვს შენი მეუღლის ნუ ცოტა კურიოზულიც არის მაგრამ საამაყო არის ნუ გადაცემისთვის ხო გითხართ ხო პერანგით ვიწერ და ერთ-ერთი გამოწერა პერანგი გამოვიწერე ნუ რაღაც ესეთი ბრენდია რაღაც ამაყობ რომ დგავარ მომწონს რა და თავისას ამბობს პერანგი ხო თავისას გელაპარაკება პერანგი ცალკე გიყვება ისტორიას ცალკე ხო და პერანგიც იწეს რაღაც ხო და თუ არის ახლა ისეთი სტუმარი მყავს გვარამია ნიკა დირექტორია მაშინ ახალი დანიშნული მინდა გითხრა რომ ახლაც დირექტორია გვარამია ეხლაც იგავი ხო მაშინ დირექტორია ხო და ნუ დავჯექით რაღაცა ლაპარაკობთ დიალოგში და
ნუ გარამიამ გამოვხედა და არ გაპატიებ ახლა ჩემნაირი პერანგი თუ გაცვია შენ. ნუ რაღაცა ეწერა რა ერთი ნიშანი იყო და ნუ ფერში შევამჩნიე ჩემნაირი აცვია მაგრამ ნუ გავხედეთ იმას დავხედეთ მე იმას გავაჩერეთ გადაღებას ახლა აღმოჩნდა აბსოლუტურად ერთი და იგივე საიტიდან გამოწერილი და ეს ზომებიც ხა იმის ზომა არ ვიცი ნუ ერთი და იგივე მაგრამ აი ესე დაემთხო ესე დაემთხვა რა მაგრამ მეორე მხრივ მესი ამოვნა იმიტომ რომ დირექტორს ეცვა რა და მეც მეცვა და დირექტორს ყველაზე უცნაური რამე გამოგიწერია აი რაღაც აი ჩემი ყველაზე უცნაური ხო სტატიკია მაგალითად არა ესეთ ნივთებს არ ვიწერ რატო იწერ რომ შენ გიყვარს განსხვავებული და ისეთი რომელიც ყველგან არ კიდია და ყველგან არ იყიდება და მაინც შენია და შენი გემოვნებით თუ აი რაღაცა იცი რა ამით ეზარება მაღაზიებში სიარული მამაკაცების რიცხვი მართალია ამით ახლა ადგილობრივ ბაზარს სიანს ვაყენებთ ვინც ვიწერთ მაგრამ საყევი არ ვარ გაპროდუცია და ხო მაგას ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი რომ ახლა ჩვენი პროდუქცია არ ვარ და უბრალოდ რა არის ჩვენთან ვიცით ყველაფრის აი როგორ იცი თავარია რომ made in Italy ეწეროს და შეიძლება სულ ამაში კონდეს მიცემული $25 რა და აქ ჩაულებრივად შეიძლება ადამიანი უნამუსოდ გაყიდოს 250 ლარად რა და ნუ აი ეს მოტყუება არ მიყვარს თორსა რაღაცას მატყუებენ იმიტომ რომ მსგავსი შეიძლება $25 მარტივად ვიყიდო მე შენ მინდა გირჩიო მე ვის რა უნდა გურჩიო ჩემს ცხოვრებაში ჯერ ვერავინ შემაცდინა და პრიზი მას ვინც მე შემაცდენს და რამეს გამომაწერინებს იმიტომ რომ მე ვარ მიზომების ფანი მე თუ არ მივიზომე ისე ვერაფერს ვერ ვიყიდებ ვერ ვიყიდი დრელის გარდა ხო და მინდა გირჩიო რომ მაინც მინდა გირჩიო რომ ტანსაცმელი შესანიშნავია მით უმეტეს თუ ასეთი წარმატებები გაქვთ ნივთები ბერად უფრო ნაკლებ რისკს შეიცავს ნუ აი პატარა სააბაზანოს თუ არა გავითვალისწინოთ რომ ზომა იმას არ უნდა დრელი გამოწერე შეიძლება 200 ლარი კი რა 400 ლარი ჩაულებრად გადაიხადო წონაში იმიტომ ძიმია მქონდა რაღაცა მე ძალიან ბევრი ისინი მქონდა გამოვიწერე საყურეები გიშტები ისე იაფა წავაწყდი რაღაცა ესეთი დიდი გვალი რაღაცნაირად თეთრი ოქრო გაგიჟებული ვარ გადარეული ვარ და მელოდები და ჩამოვიდა აი Tikai šeit rācē būs šeši, jā? მართლა ბიბილოს არ ცდება, აქ მთავრდება. გადიდებული ფოტო ნახე. არ ვიცი რა. მაგრამ მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ისე ოსტატურად ფლობენ ამ ტექნიკას, რომ შეცდომის შემთხვევაში უკავშირდებიან პრეტენზიებით რაღაც საიტებს და ან აცვლევინებენ, ან მეორე ისეთივე იდენტური, ან ჩამოზდით ნივთი. მოკლედ, ეს საიტები მე ვიცი კიდევ ერთი რჩევა, რომელიც აქ ჩვენს გადაცემაშიც გავეცით ერთხელ, რომ უნდა ვიშოპინგოთ ისეთ საიტებზე, რომელსაც ვენდობით და მე თუ არ ვწდები, მისამართის მითითების შემდეგ ეს ასეთი არის აღნიშნული დაცული საიტები. ამიტომ ყველა საიტიდან ნუ გამოიწერთ, იმიტომ რომ ეს ფინანსური მახინაციები და ბარათების უსაფრთხოება Amazon-ი იმდენად ესეთი გამართული საიტია, რომ აი რაღაცა პრეტენზია თუ მიწერე, ზუსტად 3 წუთში მოგდის პასუხი. ოღონდ ისეთი კი არა რაღაცა მონიშნული პასუხი კი არა რომ ყველას რო უგდებენ. ვიღაცა დაჯდება და ჩვეულებრივ მოგწერს. შენ დარც გაიზიარე. კი ჩაგინაცვლებენ ეგეთ შემთხვევებიც არის. ანუ იმასაც გიტოვებენ და რაღაცას გიგზავნიან საჩქრად. ნუ რაღაცა ეგეთები ხდება რა. ანუ დღეს გადაცემის მერე ყველანი მოვდივართ რომ გვასწავლო აი ესე იგი შენ და მე მინდა გითხრათ რომ თუ გსურთ Beth Hart-ის კონცერტზე მოხვდეთ თბილისში, ასევე ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი. ესეც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. მაგრამ დროზე. მეთოდია ზოგადად ყველაფრის შეწერი. ყველაფრის ნამდვილად დაგეგმულ კონცერტზე ვისაუბრებთ და გვექნება მუსიკალური ნომერიც ამ ძალიან პოპულარული მომღერლის ძალიან ცნობილ ჰიტს ნინა სუბოტი შეგუსრულებს, ასე რომ დაგვალოდეთ. ბანე